ხო, ეს მე ვარ. არ არის მძიმე სავარძლები, არა უშავს, მკლავდები. სულ 2 კვადრატი მანქანა მყავს დასალაგებელი, მაგრამ ძალიან დაბინძურებულია. ნახეთ უბრალოდ ამ ავტომობილის შიგნით რა ხდება, ღმერთო ჩემო, რა არის ეს, არ ვიცი. ამ ავტომობილში ცხოვრობს სამის პატრონი ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ყველაფერი აქ აქვს. და დავიწყეთ. ეს არის ჩემი ავტოქიმია, რომელსაც ვიყენებ და ძალიან კარგი ხარისხი არის და 100% არის უსაფრთხო ავტომობილის დეტალებისთვის, ასევე არის უსუნო და ანტიალერგიული. და დავიწყეთ ჩვენი ავტომობილის detailing service. ესეთი პატარა და საყვარელი ავტომობილია, თუმცა არის კარგად სამუშაო. მოვხსენი ასევე უკანა სავარძლები, რომელიც უნდა გავასუფთავოთ ქიმწმენდის აპარატით. ამ ავტომობილის სავარძლები ცალკე უნდა დავამუშავო, ეხლა დავხსენი, მოვხსენი, გადაკრული ქონდა ნაჭერი და მე შიგნით გუკა არის ძალიან დაბინძურებული და საკმაოდ დიდი დროც დასჭირდა ამის დასუფთავებას. აქ კიდევ წინა სავარძლებს ხსნი, აქაც რაღაც სათამაშო ვიპოვე, როგორც ყველა კუთხეში თითქმის პატარ-პატარა სათამაშოები იყო, ჩვეულებრივი Kinder Surprise მანქანა და ესეც გავაცალკევე. და ნახეთ როგორ გამოიყურება, როგორი დაბინძურება აქვს. დავიწყე უკვე ჭერიდან. ხელით დავამუშავე ჭერი, იმიტომ რომ იყო ცოტა ავარიული ჭერი, 22 წლის მანქანა და მაინც კარგ მდგომარეობაში იყო შემონახული. და მე ორთქლის აპარატით ესე ხალიჩა ხსნარის შემდეგ დავამუშავე. ასევე ჩაუტარე დეზინფექცია, სანამ ამოვიღებდი ქიმწმენდის აპარატით. ეს მე ვარ და ჩემი ანიმე, ეს არის ჩემი საყვარელი კახის ავტოქიმია, რომელსაც ხმარობ და არის უსაფრთხო და ანტიალერგიული, ასევე არ აქვს სუნი და მუშაობს იდეალურად 100%-ით აკეთებს თავის საქმეს. და ეს არის ჭუჭყი, რომელიც ამოვიღე, თუმცა არასრულად, იმიტომ რომ 1 მეტრი უკვე გადაღვრილი მქონდა აქ და ესე დეტალების დამუშავების პროცესია. საბოლოოდ ეს ავტომობილი როგორი გამოვიდა, ამას უკვე პატრონი დადევს ვიდეოს და მოგნიშნავს და ვნახავთ ჩვენს ერთად.